მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია საუბრები ავიაციას და დღეს ვისაუბრებთ ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე 2026. და მოგიყვებით იმაზე, თუ როგორ ეხმარება ავიაცია და ტურიზმი ერთმანეთს განვითარების პროცესში. ამ თემაზე კი დღეს ჩვენ გვსტუმრობს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პრეზიდენტი ელენე ოთარაშვილი, რომელთანაც მე ვიწყებ საუბარს. ელენე, კეთილი იყოს თქვენი ფეხი და ძალიან მიხარია თქვენი ხილვა ჩვენს ეთერში. მოგესალმებით, გიორგი, მადლობა მოწვევისთვის. Პირიქით, მადლობა თქვენ თანამშრომლობისთვის. ელენე, წელსაც აერთიანებს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება სრულიად ტურიზმის სფეროს, მათ შორის ავიაციას. მოდით გითხარით, რა ტენდენციები იკვეთება ამ დაჯილდოების ფარგლებში და რამდენად მნიშვნელოვანია ამ პლატფორმის არსებობა სფეროსთვის. გიორგი, ეს დაჯილდოება შეიქმნა 2015 წელს და მას მერე წლების განმავლობაში უკვე დაახლოებით 300 მოთამაშე დაჯილდოვდა ამ პროექტის ფარგლებში. ჩვენ წელს მიზნად დავისახეთ ამ პროექტის ახალ ეტაპზე გადაყვანა და უფრო გაფართოება, გაძლიერება და ერთგვარად წარმოვიდგინეთ, როგორც ტურიზმის განვითარების პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც არაერთი სიახლე დავისახეთ მიზნად და უკვე დავიწყეთ ამის განხორციელება. როდესაც დავიწყეთ ახალ სტრატეგიაზე მუშაობა, დავაფიქსირეთ, რომ კონკრეტულად რებრენდინგი მოახდინეთ, ხო? კი ბატონო, ანუ სახელიც გახდა მთლიანად ქართული. ესეც რაღაც გარკვეულწილად მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო და დავიწყეთ მთელი ღონისძიებების ციკლი. ანუ ჩვენ ეს პლატფორმა გავიაზრეთ როგორც მთელი წლის განმავლობაში მოქმედი პროექტი, რომელიც გააერთიანებს მთელს ეკოსისტემას ტურიზმის ინდუსტრიაში. ჩვენ უკვე გქონდა ღონისძიებები თბილისში, ბათუმში, თელავში, შევხვდით სექტორის წარმომადგენლებს. ამ მხრივ ჩვენ გვინდა ხელი შევუწყოთ იმ პროფესიულ დიალოგს, გულწრფელ საუბრებს სექტორთან, საიდანაც ვთქვათ, წავახალისებთ ახალი იდეების დაბადებას და ვთქვათ, აი სხვადასხვა მხარეების ერთმანეთთან დაკავშირებას, იმიტომ რომ ამ შეხვედრებს ჩვენ მართავთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად. მოდით გითხარით, რა ნომინაციებია? ეხლა მთელ ინფორმაციას რა თქმა უნდა დღეს ვერ გავშლით, გარკვეულწილად უნდა შემოვიტოვოთ განვაახლეთ ნომინაციები. ესე იგი შეუსაბამეთ მიმდინარე მოთხოვნებს. დაახლოებით 30-ზე მეტი ნომინაცია იქნება წელს. წინ წამოვწიეთ ინდივიდუალური პროფესიული მიღწევები, იმიტომ რომ ფიქრობთ, რომ ტურისტ ქმნიან კონკრეტული ადამიანები და კარგი იქნება, რომ ამ ადამიანების ღვაწლი და წვლილი შესაბამისად დავაფასოთ. ასევე წინ წამოვწიეთ ტურისტული გამოცდილებები, ამისი შეფასება, იმიტომ რომ ვფიქრობთ, რომ დღეს ჩვენს ინდუსტრიას სჭირდება სწორედ ეს კარგად შექმნილი პროდუქტები, ის ტურისტული გამოცდილებები, რომლებიც მოიზიდავს კარგ ხარისხიან ტურისტებს. აქვე დავამატებ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს, რაც არის განათლების მიმართულება და ამ მხრივ უმნიშვნელოვანესი. ამ მხრივ ჩვენ აი უკვე ცოტა ხანში ვიწყებთ ვორქშოპების სერიას, სადაც მოვიწევთ საერთაშორისო ექსპერტებს და ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ მიიღონ ეს თანამედროვე ცოდნა, გაეცნონ თანამედროვე უახლეს პრაქტიკებს და მე ვფიქრობ, ასეთი ვორქშოპები ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი იქნება სექტორისთვის. ელენე, ჩვენ ვიცით, რომ ავიაცია ტურიზმის გარეშე და ტურიზმი ავიაციის გარეშე პრაქტიკულად ვერ ფუნქციონირებენ და ჩვენ ვიხილეთ სამწუხაროდ ეს გამოცდილება კოვიდის დროს. რას ფიქრობთ, ანალოგიური პლატფორმა რამდენად მნიშვნელოვანი იქნება, რომ არსებობდეს ასევე ავიაციაში, თუმცა მე ვიცი, რომ თქვენ ფიქრობთ გარკვეული საავიაციო, ვთქვათ, თემის ნომინაციების დასახელებას თქვენ დაჯილდოების ფარგლებში. კი ბატონო. მე ვფიქრობ, ზოგადად ესეთი პროფესიული დაჯილდოება ძალიან მნიშვნელოვანია სექტორის ახალისებისთვის და ეს არის ერთგვარად სტანდარტის დაწესების ინსტრუმენტი. იმიტომ რომ როდესაც მონაწილეობ ასეთ დაჯილდოებაში, რა თქმა უნდა, იწყებ თვითანალიზს, ხო? რითი ვარ უნიკალური, რითი ვარ გამორჩეული, ქმნი თუ არა უმაღლესი სტანდარტის მომსახურებას და ასე შემდეგ. შესაბამისად
ავიაცია არის ტურიზმის ერთ-ერთი წამყვანი ლოკომოტივი მიმართულება და აქაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა მსგავსი დაჯილდოება ყოფილიყო. ჩვენ საკმაოდ დიდხანს ვიფიქრეთ და ჯერ კიდევ არ არის დახურული ეს თემა, კიდევ ვფიქრობთ, რომ კონდეს ესეთი კონკრეტული ნომინაცია ავიაციის მიმართულებით და მე მინდა თქვენთანაც გავიარო ეს მნიშვნელოვანი კონსულტაცია, იმიტომ რომ საკმაოდ რთული აღმოჩნდა, იცით, კომპლექსურია. სიღრმეში შევედით, ასე ადვილად ვერ მივიღეთ გადაწყვეტილება ამ მიმართულებით. თქვენ საკმაოდ დიდი ხანი მოღვაწეობთ ტურიზმში, სასტუმრო ინდუსტრიის კუთხით და ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში ძალიან გაიზარდა ფრენების არეალი. ასევე ავიაკომპანიები ამატებენ სიხშირეებს, მათ შორის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები ძალიან აქტიურია. რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად დადებითად აისახება ეს ყველაფერი ტურიზმის და კონკრეტულად თქვათ სასტუმრო ბიზნესის თვალსაზრისით და რამდენად გრძელვადიანად ამას ექნება დადებითი გავლენა როგორც ტურიზმის, ასევე მთლიანად ეკონომიკის მიმართულებაზე. კი ბატონო, გაზრდილი ავიარეისების რაოდენობა ერთმნიშვნელოვნად არის ძალიან სტრატეგიულად ესეთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იმისთვის, რომ ტურიზმი განვითარდეს და წინ წავიდეს. რა თქმა უნდა, ის სურათი, რაც დღეს გვაქვს, რომ არაერთი ფრენა დაგვემატა, თავისთავად დადებით გავლენას ახდენს ტურიზმის განვითარებაზე, თუმცა ამასთან ერთად მე ვისურვებდი, რომ გარდა ამ ფრენების რაოდენობისა, ასევე ძალიან სწორად განსაზღვროთ ის სტრატეგიული ბაზრები, საიდან გვინდა სტუმრების მოზიდვა. იმიტომ რომ დღეს ჩვენი მიზანი და ეს გამოწვევა უბრალოდ რაშიც გვაქვს არის არა ვიზიტორების რაოდენობა, არამედ ის თუ რა ეკონომიკური ღირებულება შემოაქვთ ამ ვიზიტორებს. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია მეტი ავიარეისები გქონდეს იმ მაღალმხარჯოლუნარიან ბაზრებთან, საიდანაც შემოვლენ ის სტუმრები, რომლებიც აფასებენ ჩვენს ადგილობრივ პროდუქტს, თქვათ, რჩებიან არა მხოლოდ სასტუმროში, არამედ აქტიურად იყენებენ ჩვენს რესტორნებს, კულტურულ ადგილებს მიმართავენ და თან შეიძენენ აქტიურად ჩვენს ადგილობრივ პროდუქტს. შესაბამისად მე აი ახლა ამ მიმართულებით ხედავ, რომ ჩვენი ავიაცია უნდა განვითარდეს და იმატოს ასე. ცოტა ხნის წინ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფორუმს უმასპინძლეთ, რაც უშუალოდ ინფრასტრუქტურას ეხებოდა. აი რამდენი მნიშვნელოვანია როგორც ტურისტული ინფრასტრუქტურა, ასევე ავიაციის ინფრასტრუქტურა ჩვენ აეროპორტების განვითარებაზე ვლაპარაკობთ, რომ ერთმანეთთან უნისონში იყოს და თანხვედრაში ამ პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია, კი ბატონო, ამ პერიოდში მქონდა ძალიან ესეთი ახლო შეხება არაერთ ინვესტორთან და დეველოპერთან, რომლებიც ფიქრობენ საქართველოში ახალი ინვესტიციებით, ასე ვთქვათ, წარმოჩენას და რა თქმა უნდა, საქართველო მოიაზრება როგორც განვითარებად ქვეყანად, რომელშიც არის ძალიან დიდი პოტენციალი ჯერ კიდევ იმისათვის, რომ ეს ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარდეს და ახალი პროექტები წამოვიდეს და ამ ხრივ ყველა ინვესტორისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის პოტენციალი, არამედ ხელმისაწვდომობა ქვეყნის და აქ სწორედ მივდივართ იმ ავიარეისებთან, აეროპორტების გამტარუნარიანობასთან, იმიტომ რომ სტუმრის გამოცდილება იწყება აეროპორტიდან და ეს ინვესტორიც ფიქრობს ამას, რომ რამდენად კომფორტული იქნება, იმიტომ რომ ჯერ თვითონ ხდება ჩვენი სტუმარი, ხო, პირველ რიგში. შესაბამისად, ეს ძალიან დიდი თემაა და პირდაპირ კავშირშია დიდი ინვესტიციების მოზიდვასთან, სწორედ ეს ავიარეისების განვითარება. აბსოლუტურად გეთანხმებით. მე მინდა როგორც ყოველთვის დიდი მადლობა გადაგიხადოთ საინტერესო ანალიზისთვის და დღევანდელი სტუმრობისთვის და წარმატება უსურვო ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებას და პირადად თქვენ და კიდევ ერთხელ მადლობა დიდი მადლობა გიორგი. ასეთი იყო დღევანდელი საუბრები ავიაციაზე. მე ტრადიციულად მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.